ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმეზე მორიგი განხილვა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა 9 მილიონის ანაზღაურების მოტივით კიდევ ერთი დავა დაიწყო. ბრალდება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება. მსგავსი ტიპის პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეებზე სინამდვილეში მართლმსაჯულება არ ხორციელდება პოლიტიკური დაკვეთის აღსრულებასთან გვაქვს საქმე. ჩვენ მოვითხოვეთ რომ საქმეს დართოდა და გამოკვლეული ყოფილიყო გრიფით საიდუმლო განკარგულებები, რომელიც ადასტურებს რომ თემურაზ ჯანაშია კანონის შესაბამისად მოქმედებდა და ჩვენ მოვითხოვეთ რომ საქმეს დართოდა ბიძინა ივანიშვილის მიერ 2013 წლის 15 ფევრალს მიღებული განკარგულება, რაც ადასტურებს რომ მსგავსი ტიპის ხარჯების გაწევა ხორციელდებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მიუხედავად იმისა, ვინ მართავდა ქვეყანას. ნებისმიერი ხარჯი, რომელიც გაიწეოდა იმისთვის, რომ საქართველოს შეენარჩუნებინა სახე საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს ყოლოდა საერთაშორისო მეგობრები რუსეთის გარდა არამიზნობრივად ჩაითვლება დღევანდელი მოღალატე კრიმინალთა ბანდის მიერ, რომელიც დაეპატრონა ქვეყანას და რომელიც ცდილობს, რომ საქართველო ჩამოაშოროს ყველა ჩვენს დასავლელ მეგობარს და დატოვოს ოკუპანტი ქვეყნის ამარა ისეთ ბრჭყალებში, მეგობრებში, როგორც არის ოკუპანტი რუსეთი, კომუნისტური ჩინეთი და ირანი, რომლის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გაისმის შეძახილების სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს.